ქართული ავიაცია უკანასკნელად 2015 წლის 2 მაისს ავიაშოუზე ვნახეთ. მას შემდეგ თავდაცვის ვერტმფრენები თვალით არ გვინახავს, რადგან ისინი წყობრიდანაა გამოსული და მათი სრულად შეკეთება და შემდეგ მომსახურება იმდენად ზვირიჭდება, რომ ამას თავდაცვის ბიუჯეტი ვერასდროს წყდებოდა. თავდაცვის სამინისტრომ უკვე დაანონსა და წყობრიდან გამოსული ძველი ვერტმფრენების აღდგენას იწყებს. საუბარია 7 იროკეზზე და რამდენიმე L-39 ტიპის სასწავლო საბრძოლო თვითმფრინავის მოდერნიზებაზე. არ არის დაკონკრეტებული თვითმფრინავების რაოდენობა, თუმცა ცნობილია თანხა 23 მილიონი. გიორგი ცხვიტავასა და გიორგი ტიპვაძის რეპორტაჟი. საქართველოს საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების ზრდას გეგმავს. ყოველ შემთხვევაში ამის სურვილი აქვს. განაგრძობს რა მოლაპარაკებებს ფრანგულ მხარესთან გადასატანის საჰაერო სისტემების შეძენის თაობაზე. ამასთან 7 ერთეული UH-1H ტიპის ვერტმფრენი კვლავ გაცოცხლდება და ქართულ ცაში ფრენის შესაძლებლობა მიეცემა. გადაწყვეტილება თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას ეკუთვნის. ვერტმფრენები უკვე გადაყვანილია საქართველოს ერთ-ერთი პარტნიორის ტერიტორიაზე, სადაც მოდერნიზება ჩაუტარდებათ. წელს ჩვენ დავიწყეთ რა ავიაციის მიმართულებით შოუმფრენების მოდერნიზება, დავასრულებთ და გამოვყავით რა 23 მილიონი ბიუჯეტიდან, დავასრულებთ მათ მოდერნიზებას. ცნობისათვის, ეს ის ვერტმფრენებია, რომელიც საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან მიიღო. გადმოცემის ცერემონია 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან ერთი თვის შემდეგ, 23 ოქტომბერს, ალექსეევკის სამხედრო ობიექტზე მოხდა. მაშინ შეიარაღებული ძალების სამხედრო საჰაერო ძალებმა 6 ერთეული ამერიკისგან, ხოლო 2 თურქეთისგან მიიღო. კიდევ 2 ერთეული ქართულ მხარეს სათადარიგო ნაწილების სახით გადაეცა. საჩუქრის მთლიანი ღირებულება 6 მილიონი ამერიკული დოლარი იყო. მაშინ ამ ვერტმფრენების ასაკი 10-12 წელი იყო. დახმარება ჩვენ გაგვეწია შეერთებული შტატებმა. ეს პროგრამა ბევრი ხანია დაგეგმილია. ამ პროგრამით ჩვენ 2 უკვე მივიღეთ თურქეთიდან, ახლა ჩამოვიდა 6 ერთეული. ეკიპაჟების მომზადება ამერიკულმა მხარემ ითავა. თურქეთის ნაჩუქარი ვერტმფრენების პილოტების კი თურქულმა მხარემ. თითო პილოტის მომზადებაზე მინიმუმ 500,000 ამერიკული დოლარი დაიხარჯა. ფრინავებს ასწავლეს როგორც ტაქტიკური, ისე ღამის. ღამის ხედვის ხელსაწყოებით ფრენები და სამთო მომზადების პროგრამაც გაატარეს. ვერტმფრენთა პარკის განახლებაზე მსჯელობა და მოლაპარაკება პრაქტიკულად მუდმივად მიმდინარეობდა ბოლო წლების განმავლობაში, თუმცა პრაქტიკული გადაწყვეტილება არ ვერ იყო მიღებული. სხვადასხვა პერიოდში საუბარი იყო სხვადასხვა მოდიფიკაციის შუამფრენებზე, მათ შორის შავქორებზეც. საჰაერო ძალების გაუქმებისა და წლების განმავლობაში ეგრეთ წოდებული რეფორმებისა თუ მოდერნიზაციის შედეგად, მხოლოდ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თავდაცვის ძალები არაერთმა მაღალ კვალიფიციურმა მფრინავმა დატოვა. ამერიკასა თუ თურქეთში მომზადებული პერსონალის ნაწილი ავღანეთში, ნაწილიც აფრიკაში კერძო საქმიანობას ახორციელებს. თავისი რესურსი რაღაცებში ამოიწურა და თხოვლობდნენ უკვე რემონტს, მაგრამ რადგან არ იყო ალბათ საშუალება ქვეყანაში, ამდენად ეს გაჩერდა. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ მაშინ დავკარგეთ ფრინავთა კადრები, რომელთა დიდი ნაწილი წავიდა საქართველოსთან, სხვა ავიაკომპანიებში და ზოგადად კიდე აფრიკაში აღმოჩნდა. საქართველოს სამხედრო საჰაერო ძალები 2010 წლის გაზაფხულზე გაუქმდა და 2 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბრიგადების სახით სახმელეთო ჯარების დაქვემდებარებაში გადავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ შეიარაღებული ძალების ეს სახეობა კვლავ აღდგა, თუმცა ძირითადად ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ხარჯზე. დღეს ბევრი საუბრობს იმაზე, რომ აუცილებელია სამხედრო საჰაერო ძალების განვითარების გრძელვადიანი პროგრამის შემუშავება, ქვეყანაზე მორგებული საავიაციო პარკით. საწყის ეტაპზე იროკეზებმა დიდი როლი შეასრულეს, თუმცა მას შემდგომი ეტაპები უნდა მოჰყოლოდა. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გაუსვა ძალიან კარგია, მაგრამ ფიქრობ დაგვიანებულია, იმიტომ დიდი ხნით წინ უნდა მოხდარიყო ალბათ ამ ვერტმფრენების აღდგენა და სიცოცხლის გახანძლება, არა მარტო უნდა მოხდარიყო ალბათ ახალი საფრენი აპარატებიც უნდა შეგვესყიდა, ჩვენს რელიეფიდან გამომდინარე ესეთი საავიაციო პარკის ყოლა აუცილებელია ვერტმფრენების. რაც შეეხება თვითმფრინავებს, აქ საქართველოს თავდაცვის ძალების ბიუჯეტი კრიტიკას ვერ უძლებს და ამ მოცემულობით თვითმფრინავის შენახვა უბრალოდ ოცნებაა.
ჯერ კიდევ 2014 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ 12-25-დან 6-ის გაყიდვას აპირებდა. მაშინ გენერალურ შტაბში აცხადებდნენ, რომ ეს აპარატების შეკეთებასა და რემონტს აღარ ექვემდებარებოდნენ. Სუ-25-ის გამოყენება ჩვენთვის შეზღუდულია იმ პირობებში, როდესაც რუსეთია ჩვენი მოწინააღმდეგე და სრული ბატონობა აქ ჰაერში და ჩვენ დაგვანახა ეს 2008 წელმა, როდესაც პირველ რიგში რაც გააკეთა რუსულმა მხარემ, ეს იყო ჩვენი აეროდრომები დაბომბა, ასაფრენ-დასაფრენი ზოლები, ამიტომ ჩვენი Სუ-25-ით მოწინააღმდეგეს თვითონაც ვერ უწევენ წინააღმდეგობას, იმიტომ ის საფრონტო მომნაშენია, ის არ არის დამჯერ გამანადგურებელი და საჰაერო ბრძოლაში ის ვერ გამოიყენება. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ვეთფრენების პარკის ყოლა აუცილებელია. 2006-2007 წლებში თავდაცვის სამინისტრომ თბილავიამ შენიდან 5 Სუ-25 შეიძინა და ისრაელის დახმარებით მოდერნიზებაც მოახერხა. თუმცა 2008 წელს რუსული სამხედრო აგრესიისას ქართველმა მფრინავებმა Სუ-25-ით მხოლოდ ერთი საბრძოლო გაფრენა განახორციელეს. საქართველო არის პატარა ქვეყანა, მისი ეკონომიური, ფინანსური რესურსები არის შეზღუდული და ჩვენთვის აი საბრძოლო ავიაციის შენახვა იქნება ძალიან ძნელი ამ პირობებში. ამიტომ რაღაცნაირად აი კონცეპტუალურად უნდა ჩამოყალიბდეს ქართული ავიაციის მომავალი, აი რა სახით უნდა განვითარდეს, რა სახით უნდა მოხდეს კადრების მომზადება, გადამზადება და რა საფრენ აპარატებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. შეიარაღების შესყიდვაზე ბიუჯეტიდან დაახლოებით 20% იხარჯება. ყოველ შემთხვევაში ასეთია თავდაცვის სამოქალაქო ოფისის განცხადება. საბოლოო ჯამში ომს იგებს ის, ვინც აკონტროლებს ცას. საქართველოსთვის საკუთარი ცის კონტროლი ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს. არსებობს მოსაზრება, რომელსაც არაერთი არგუმენტი უმაგრებს ზურგს, რომ საქართველო უნდა დაელოდოს შესაძლებლობის იმ ფანჯარას, როდესაც მოხდება მისი გაწევრიანება ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში და შესაბამისად ქართული ცის გაკონტროლება ნატოს სამხედრო თვითმფრინავებით მოხდება.